დავით მიქაძეს მეორე ბრალსაც დაუსწრებლად წაუყენებენ. ის ახლა ძებნილი უკვე ორი დანაშაულისთვის არის. ბიზნესმენ ლევან ჯანგოლაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო დაუფლება გასხვისებას ედავება. ეს ახალი საქმე პირველ ბრალთან ოფიციალურად დაკავშირებული არ არის. თუმცა დავით მიქაძის ადვოკატი პირიქით ფიქრობს. იარაღების საქმე იმის გამო გამოიგონეს, რომ მკვლელობის ორგანიზების დანაშაულს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ვერ უმტკიცებენ. იციან რომ არა აქვს მტკიცებულება და გამართლდება ეს ადამიანები, ვინც უკანონოდ იდევნებიან და ამიტომ მანიპულაციებს ეწევიან იმისთვის, რომ აი ესეთი ვიღაცის მონაჭორი, ვიღაცის როგორ გითხრათ, ახლა ჩვენ ჩავერთვებით ალბათ ამ საქმეშიც და ყველაფერს დავადგენთ, მაგრამ ხა 5 თუ 4 წლის წინ ვიღაცას იარაღი წაართეს, მან არ განაცხადა, მე იმან გადაყიდა, ისე უჭირდა თურმე დავით მიქაძეს რომ $200 გაყიდა, რაღაცას ღაფრებს ვისმენთ, რომელსაც პირდაპირ კავშირი აქვს იმასთან, რომ როგორმე ციხიდან არ გამოუშვან დაჭერილი პირები. მათ შორის ის ხო გაქცეულია. ისი სახლის ჩხრეკა ჩატარდა გუშინ. რა მოიღეს და რა წაიღეს? არაფერი არ ამოუღია. ეს არის მორიგი აწიოკება ამ ოჯახის. ადვოკატი ირწმუნება, რომ დავით მიქაძეს, რომლის სახლიც გუშინ გაჩხრიკეს, იარაღი ჩაუდეს. თუმცა ამ საქმეზე ის ერთადერთი ბრალდებული არ არის. დაკავებულია მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. მათ წინააღმდეგ ჩვენება იარაღების მეპატრონემ მისცა, რომელსაც საგამოძიებო უწყებების ვერსიით 5 ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს და აქედან 1 გაყიდეს. დანაშაულის თარიღად 2021 წელი სახელდება. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. დავით მიქაძისთვის ახალი ბრალის წაყენებას გელა გელაძის უწყებამ დღეს კიდევ რამდენიმე სხვა საქმის გასაჯაროვება დაამთხვია. საზოგადოებას ამცნეს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი დააკავეს და ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელეს, რომელიც ქართულ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათი დავალებების შემსრულებლებს შორის საუბარია. ჩანაწერების ფიგურანტები ახსენებენ ძმებ მიქაძეებს და მათ მეგობარ გიორგი ჯოხაძეს და განიხილავენ, რომ მათ სამყაროში ბრალდებული ძმები მხარდაჭერას არ იმსახურებენ. დიდი მიქაძე, პატარა მიქაძე და ჯოხაძე ესენი არიან ამგეს ვინც გვერდში დაუდგება, იქის მაგნაილი ბ***აო. მაგ ჩემი ძმაკაცი უნდა იყოს ბალამუტა. შევუთვალეთ მაგას და შემოგითვალო ამ სიტუაციებში დადეკით ყველანი მაგი რო გეიგებს პლინო ჩემი ძმაკაცია, მაგ ბავშვობის პატელნიკია და მე მაგას ჩემი სახელით შევუთვლი და ენცო ბიჭო ჯერ მიქაძეების დედა ზევიდან ჯოხაძის დედა და ამათი სიტუაციები ჩვენს პაროდი არიან ესენი და ნაბუ არის. ნახოთ ვინ რას იზავს, მაგას გაგაგებინებთ ყველაფერს. ცდილობს თუ არა ამ ჩანაწერებით ქართული ოცნების ხელისუფლება მიქაძეების განეიტრალებას, კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის შესუსტებას და ამით იმ შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას, რაც კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგოლაძის მკვლელობისთვის ძმების გასამართლებას შესაძლოა მოჰყვეს. ამ და ერთ-ერთი მიქაძის ახალ საქმესთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებს ჯანგოლაძის საქმის პროკურორი ჯერ ღიად ტოვებს. დილიდან რა პროცესებს საერთოდ არ ვიცი რა თემა არის ვის უყენებენ და იარაღი არის ამოღებული და უკანონო იარაღის კლუბას ედავებენ გათომით რაღაც ხო და მე რა გითხრათ ამაზე ჩემთან არ აქვს შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში დავით მიქაძის ორ ბრალს შორის კავშირი არის თუ არ არის. მოკლული ლევან ჯანგოლაძის ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ დანაშაულის ორგანიზების დეტალები და მოტივები უკვე გარკვეულია და დამნაშავეების სასჯელს ვერ აირიდებენ. უკვე განაჩენი დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად არის შეკვეთილი მკვლელობა. ამიტომ ადვოკატის მიერ გაჟღერებული ვერსია თითქოს კონკრეტულ პირს ბრალი წაუყენეს ვინაიდან და რადგანაც თითქოს ვერ უმტკიცდება ლევან ჯანგოლაძის მკვლელობაში მონაწილეობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის ვერსია და ნებისმიერი ვერსია, რომელსაც მხარე წამოაყენებს იმისათვის, რათა იქნეს გაზიარებული, უნდა იყოს დასაბუთებული რაიმე მტკიცებულებით. ბიზნესმენ ჯანგოლაძის მკვლელობა, რომ სპონტანური არ ყოფილა და ის დაიგეგმა, ეს სასამართლოს უკვე დადასტურებული აქვს. გასულ თვეს შეკვეთილი დანაშაულის შესრულებისთვის გელა უძილაური პირველმა ინსტანციამ ციხეში უვადოდ გაუშვა.